შუადღე მშვიდობის ძვირფასო რადიო მსმენელებო, მოგესალმებით რადიო Z-ის სადგურის კიდევ ერთი ახალი გადაცემიდან. ანანო მახარაძე, დღევანდელი გადაცემის კორესპონდენტი, გისურვებთ ყველას წარმატებულ და ნაყოფიერ დღეს. დაიმახსოვრეთ, რომ ქედის სათემო რადიო ფუნქციონირებს პროექტ მის სიხმის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია DVV International-ის მიერ. მას პარტნიორობას უწევს გერმანული სათემო რადიო, რადიო Z, სადაც ჩვენ შემოგთავაზებთ უახლეს ინფორმაციასა და საინტერესო დისკუსიებს, რომლებიც მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისათვის. ასე რომ, ერთად ჩავუღრმავდეთ დღევანდელი გადაცემის თემას, რომელსაც ქედის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შემოთავაზებული ღონისძიებები მოიცავს. აღნიშნულ საკითხზე ფართოდ ისაუბრებს სპეციალურად მოწვეული სტუმარი არჩილ ბეჟანიძე, რომელიც ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდული სექტორის ერთ-ერთი წარმომადგენელი გახლავთ. თუმცა, სანამ დღევანდელ თემას ჩავუღრმავდებოდეთ, მოდი გავიხსენოთ სათემო რადიოს მომხიბლავი ისტორია, უშუალოდ რას უკავშირდება მისი შექმნა, მთავარი მიზანი და რა პრინციპებზეა დამყარებული. მისი ხმა პროექტის ფარგლებში საქართველოს რეგიონში 12 სათემო ქალთა რადიო შეიქმნა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ქალთა გაძლიერებას, მათ ჩართულობას თემის ცხოვრებაში, ეკონომიკურ საქმიანობაში, პოლიტიკაში და კულტურულ ცხოვრებაში. რადიოებს საგანმანათლებლო მიმართულება იქნებათ. ისინი მნიშვნელოვანი ცოდნის, ინფორმაციის მიწოდებას და საჭირო უნარების განვითარებაზე იქნებიან ორიენტირებული, რათა აამაღლონ ქალთა და თემის სხვა წევრების ცნობიერება მათ როლზე საზოგადოებაში, მათ უფლებებზე, პრობლემებზე და გამოწვევებზე. პროექტის პარტნიორი გახლავთ გერმანული სათემო რადიო, რადიო Z, რომელიც ასევე ქართულ სათემო რადიოებს კონსულტირებას გაუწევს. რადიოების დაფუძნება მოხდება ზრდასრულთა განათლებისა თუ სათემო განათლების ცენტრებში, რომლებიც შეიქმნა გერმანიის მთავრობის ხელშეწყობით. გარდა რადიო პროგრამებისა, ეს ცენტრები გაუძღვებიან მრავალფეროვან სათემო აქტივობებს, რომლებიც ასევე ქალთა გაძლიერებას ისახავს მიზნად. პროექტის ფარგლებში ჩატარდება საჯარო ლექციები, ფილმების ჩვენებები, დისკუსიები გენდერისა და ქალთა საკითხებზე. ამ აქტივობების ჩატარების პროცესში ცენტრები ითანამშრომლებენ ადგილობრივ აქტივისტებთან და თემის ლიდერებთან. ყველა ცენტრში კი შეიქმნება გენდერის ბიბლიოთეკა. პროექტის პარტნიორი გახლავთ ქედის სათემო განათლების ცენტრი. მანამდე, სანამ უშუალოდ დღევანდელი გადაცემის თემას შევეხებოდე, მინდა გაგიზიაროთ მცირე რუბრიკა პითაგორას შესახებ. პითაგორას სასწავლო გეგმა შემუშავებული იყო ერთი ძირითადი მიზნის ხაზგასმით, კაცისა და ქალის ცხოვრების ღვთაებრივ ჰარმონიაში მოქცევით. ლექციებში იგი გენდერულ თანასწორობას ასწავლიდა, რაც მისი კულტურის არსს წარმოადგენდა. პითაგორა იყო პირველი ადამიანი, ვინც ქალები დაუშვა ყველა დაწესებულების უმაღლეს ეშელონში, სამთავრობო, სასულიერო და სამეცნიერო. იგი განმარტავდა განსხვავების ლოგიკას, ანალიზს, აღქმად ძალასა და ინტელექტს შორის. მან უარი თქვა ღვინოსა და ხორცზე. იკვებებოდა მხოლოდ ადვილად მოსანელებელი საჭმლის მოკრძალებული ულუფებით. იგი აღიქვამდა სხეულს, როგორც დროებით მანქანას, რომელსაც განსაკუთრებული მოვლა სჭირდებოდა. სწორი კვებით, დისციპლინით და ვარჯიშით, რაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადამიანის ცხოვრებაში და განვითარებაში, ამაღლების პროცესში, მას შეეძლო უნიფიკაცია მოახდინოს საკუთარ ღვთიურ არსთან. ეს ყველაფერი გვეუბნება, რომ პითაგორა იმ დროსაც კი, როდესაც გენდერული თანასწორობა ძალიან მცირე დონის და მცირე საფეხურზე იდგა, პითაგორა, როგორც ერთ-ერთი ჭკვიანი ადამიანი კაცობრიობის ისტორიაში, გენდერულ თანასწორობას უსვამდა ხაზს და მიიჩნევდა ქალს და მამაკაცს, როგორც საერთო და თანასწორ უფლებიან ადამიანებად. ახლა კი, სანამ დღევანდელ თემას ჩავუღრმავდებოდეთ, პირველი შესვენებისათვის და განწყობის ამაღლებისათვის დროებით შემოგთავაზებთ ინსტრუმენტალურ კლასიკას. ჩვენ კი მალე დაგიბრუნდებით.
დღეს ჩვენ უწყვეტად ვაგრძელებთ ტრადიციას, რომ მივაწოდოთ მნიშვნელოვანი ხმა და ინფორმაცია ჩვენს მსმენელს. ახლა კი გადავიდეთ გადაცემის მთავარ ნაწილზე და მივესალმოთ ბატონ არჩილს. მოგესალმებით. გამარჯობა, მივესალმებით თქვენს რადიო მსმენელებს. უპირველეს ყოვლისა გაგვეცანით თუ ვინ ხართ, სად ცხოვრობთ, სად მუშაობთ და ასე შემდეგ. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მე ვარ სილვეჟანიძე, ცხოვრობ ქედაში, მუშაობ ქედის მუნიციპალიტეტის მერიაში, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილებაში. ახალგაზრდული სამსახურის განყოფილების მხრივ. გაგვიზიარეთ თქვენი განყოფილების პასუხისმგებლობები. როგორც მოგეხსენებათ, მე სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება მუშაობს წლიური ღონისძიებებით. ყველა ღონისძიებების პასუხისმგებლები ვართ ჩვენ, როგორც სპორტული, ისე ახალგაზრდული ღონისძიებებისა. როგორია თქვენი მიდგომა ღონისძიებების ორგანიზებისადმი? როგორ გეგმავთ მათ და რა მიზნებით? ძირითადად სპორტული ღონისძიებები იგეგმება კალენდარული თამაშების მიხედვით. ახალგაზრდულ ღონისძიებებს რაც შეეხება, ახალგაზრდული ღონისძიებები იგეგმება ახალგაზრდების მიერ ინიცირებული სხვადასხვა პროგრამების საფუძველზე. ანუ როგორც არის თვითმმართველობის წევრებთან შეხვედრა და იმ ღონისძიებების დაგეგმა, რაც მათთვის მისაღებია. გასაგებია. ახლა კი უშუალოდ დავირჩიოთ ერთი კონკრეტული სექტორი. ახალგაზრდები და ახალგაზრდული აქტივობები. გაქვთ თუ არა სხვადასხვა თემატიკის ღონისძიებები, რომელიც მორგებული იქნება განსხვავებული ინტერესის მქონე ახალგაზრდებისათვის? განსხვავებული ინტერესის მქონე ახალგაზრდებისთვის გვაქვს სხვადასხვა მიმართულებით დაგეგმილი სხვადასხვა ღონისძიებები. მაგალითად, ერთდროულად არ შეიძლება თავმოყრილი იქნას მხოლოდ და მხოლოდ ინტელექტუალური ღონისძიებები. მაგალითად, არის კატეგორია ახალგაზრდები, რომლისთვის საინტერესოა უფრო სპორტული შემეცნებითი გასართობი პროგრამები. ანუ ჩვენი სამსახური ცდილობს, რომ იყოს მორგებული ყველა ახალგაზრდულ სეგმენტზე. როგორ ირჩევთ მონაწილეებს ღონისძიებებისათვის? არის თუ არა რაიმე განსაკუთრებული კრიტერიუმები, რომლებიც გეხმარებათ ამ გადაწყვეტილების მიღებაში? კი, როგორ არა, ეს აუცილებელიც არის. ძირითადი აქცენტი ხორციელდება იმ ახალგაზრდებისათვის, ვინც მაქსიმალურად არის მოტივირებული, რომ ღონისძიებაში იყოს ჩართული. რა როლს თამაშობს გენდერული დინამიკა ღონისძიებების წარმართვის პროცესში? განსხვავდება თუ არა გოგონებისა და ბიჭების ჩართულობა ამა თუ იმ ღონისძიებებში? განსხვავება ძირითადად გამოიხატება იმ მხრივ, რომ დღეის მდგომარეობით გოგონები უფრო აქტიურად ერთობიან სხვადასხვა აქტივობებში და ღონისძიებებში, ვიდრე ახალგაზრდა მამაკაცები რა. და როდესაც თქვენ ღონისძიებას გეგმავთ, როგორ განსაზღვრავთ, რომ ის ყველა ასაკობრივ ეს იქნება 14-დან 29 წლამდე და სოციალურ ჯგუფებზე მორგებული იყოს? რაც შეეხება ასაკობრივ ზღვარს, როგორც მოგეხსენებათ, ასაკი ახალგაზრდულისა ისაზღვრება 14-დან 29 წლის ჩათვლით. ღონისძიებები ხორციელდება სხვადასხვა მიმართულებით. არის როგორც სასკოლო ღონისძიებები, ასევე არის ღონისძიებები სხვადასხვა ასაკობრივ ზღვარისთვის. მაგალითად, მოვიყვან შემიძლია გაერთიანებული ღონისძიებები, რასაც ვაკეთებთ, ეს ძირითადი მიმართულება არაფორმალური განათლების მხრივ. მეორე მიმართულება ლაშქრობების და ექსკურსიების მოწყობა. ასევე სასკოლოზე რაც შეეხება, სასკოლოზე ვახორციელებთ სხვადასხვა მიმართულებს და ერთ-ერთს გამოყოფ, რასაც ქვია ქართული ლიგის სასკოლო ჩემპიონატს მაგალითად. თანამშრომლობთ თუ არა სხვადასხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომელთა მთავარი მიზანი ახალგაზრდების განვითარება და გაძლიერების ხელშეწყობა გახლავთ? ჩვენ თითქმის თანამშრომლობთ სამთავრობოსთან, არასამთავრობო ყველა ორგანიზაციასთან, ვისაც ახალგაზრდების განვითარებაში უნდა ძალიან დიდი როლის შეტანა და ვითანამშრომლებთ ყოველთვის. და თქვენ რას ფიქრობთ, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეიძლება ადამიანებმა და მონაწილე ბენეფიციარებმა მიიღონ თქვენი ღონისძიებების მეშვეობით? ჩვენი ღონისძიებების მეშვეობით შეუძლია მიიღოს სხვადასხვა მხრივ განვითარება, როგორც თქვათ, რომ ისტორიული ძეგლებისა და სხვადასხვა მიმართულების მონახულება, ასევე საგანმანათლებლო მხარეთა. საგანმანათლებლო მხარეში ძირითადად გულისხმობთ იმას, რომ არა ფორმალური განათლების მხარეს ვანიჭებთ ძალიან დიდ მნიშვნელობას. და გამოყოფთით თუ არა წლის განმავლობაში თქვენთვის მნიშვნელოვან ღონისძიებებსა და აქტივობებს? ღონისძიებები თითქმის ყველა ღონისძიება იგეგმება როგორც აღნიშნე ახალგაზრდების მიერ, მაგრამ გამოყოფით შემიძლია გამოვყო ბევრი ღონისძიება, მაგრამ დეტალურად გამოვყო მხოლოდ ერთ-ორ ღონისძიებას, რომელიც ახლა მახსენდება, ეს არის შეზღუდული შესაძლებლობების ახალგაზრდების მონახულება, რათა მათ მთლიანობაში იგრძნო, რომ ის ჩვენთვის განუყოფელი ნაწილი
ნაწილი არის საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის. საინტერესოა, როგორ ხედავთ გენდერულ დინამიკას სხვადასხვა სპორტულ გუნდებში, მაგალითად, არის თუ არა შექმნილი გოგონათა კალათბურთის, ფეხბურთის, ფრენბურთისა და სხვა სპორტის გუნდები? კი, არის ჩვენი ბიუჯეტიდან გამომდინარე, IP სასპორტო სკოლას გააჩნია თავისი ბიუჯეტი, რომელსაც აფინანსებს პედაგოგებს, სადაც ყავს კალათბურთის და ფრენბურთის გოგონათა გუნდები. ასევე არის ქედაში დღეს მოქმედი ბავშვთა განვითარება, IP ბავშვთა განვითარება, რომლებიც უზრუნველყოფს გოგონათა ფეხბურთის განვითარებას როგორც ბიჭებს შორის. ვიტყვი, რომ ძალიან ძლიერი გვყავს გოგონათა გუნდები, რომლებიც არაერთ შედეგებს აღწევენ. ასევე დავამატებ, ძალიან ძლიერი გოგონები გვყავს კიკბოქსინგის მხარესთან. რომელიც ვარჯიშობენ არაერთი საქართველოს პრიზიორები თუ ჩემპიონები გვყავს. გასაგებია, რა სახის აქტივობებს იყენებთ იმისათვის, რომ უფრო ფართო აუდიტორია ჩაართოთ ღონისძიებებში? რაც შეეხება ძირითადი ჩვენი ღონისძიებების გამავრცელებლად ვხმარობთ სხვადასხვა ღონისძიებების გასაპირებად უფრო არა. ჩვენ ვხმარობთ გვერდს, სადაც ვდებთ ღონისძიებები, რომლებიც უნდა განხორციელდეს. ანუ როგორც მოგეხსენება, დღეს ვმობარებთ ყველაზე მოხმარებადია Facebook-ი და Facebook გვერდზე ვტვირთავთ თუ იმ აქტივობებს, თუ ჩვენთაგანაც როგორც განხორციელებისას, ასევე დასრულების შემდეგაც. რა სახის გამოხმაურებებს იღებთ ღონისძიების მონაწილეებისაგან და როგორ ითვალისწინებთ მათ? ყველა ღონისძიების ბოლოს თვითონ ჩვენთაგანი ვაკეთებთ შემაჯამებელ შეხვედრას, სადაც დასმული არის სხვადასხვა მიმართულებით შეკითხვა იმ მონაწილე აუდიტორიისთვის, რომელიც მონაწილეობდა იმ ღონისძიებებში. თუ რა მოეწონათ და რა არ მოეწონათ, იმიტომ რომ შესაბამისად მომავალ წლისთვის გავაუმჯობესოთ შედეგი და უფრო ხარისხიანი, ასე რომ ვთქვათ, პროდუქცია მივაწოდოთ ახალგაზრდებს. მერის მიერ ორგანიზებული ღონისძიებების ფარგლებში თუ გაქვთ ისეთი აქტივობები ან კონკურსები, რომლებიც ქალთა ეკონომიკურ თუ სოციალურ გაძლიერებას ისახავს მიზნად? კი, ოღონდ ამ შემთხვევაში ეგ არის ადმინისტრაციულ სამსახურზე დაქვემდებარებული სამსახური, რომელსაც ქვია ქალთა გაძლიერების მხრივ აცხადებენ გრანტებს და სადაც შეუძლია წლის განმავლობაში აფინანსებენ ქალბატონებს, რომლებიც უნდა გაძლიერდეს სამომავლო ბიზნესისათვის. როგორც ვიცი, ახალგაზრდებს შეუძლიათ საკუთარი ინიციატივით მოვიდნენ, გაიარონ გარკვეული ეტაპები და შემდეგ შეეძლებათ ხორცი შეასხან თავიანთ იდეას მერიის მხარდაჭერით. ფართოდ თუ გაგვიზიარებთ ამ ყოველივე შესახებ და თუ შეგიძლიათ მოგვიყვანოთ უკვე განხორციელებული ღონისძიების მაგალითი? კი, როგორ არა, პროექტში წლის განმავლობაში ხორციელდება სტუდენტების და ახალგაზრდების მიერ ინიციირებული პროექტების დაფინანსება. მხოლოდ განსხვავება პროექტების დაფინანსებაში ეგ არის, რომ პროექტი აუცილებლად უნდა განხორციელდეს მხოლოდ და მხოლოდ ქედაში და არა სხვა მუნიციპალიტეტში. და რაც შეეხება, ასევე გვაქვს სტუდენტებთან ხელშეწყობის პროგრამა, რომლებიცაც სარგებლობენ სტუდენტები და სტუდენტებს გარკვეულწილად უმსუბუქებთ იმ ფინანსურ მხარეს, რასაც ქვია ევროპაში გადაადგილებისა თუ ავიაბილეთების შეძენასთან დაკავშირებით. როგორ ფიქრობთ, რა არის მთავარი აქტივობები, რომლებიც მერიას აქვს ახალგაზრდების კულტურული, სოციალური და ეკონომიკური განვითარებისთვის? მაგალითად, არის თუ არ გასვლითი ღონისძიებები, ლაშქრობები და ასე შემდეგ? კი, როგორ არა, წლის განმავლობაში ხორციელდება არაერთი ლაშქრობა მუნიციპალიტეტის შიდა ტერიტორიაზე, ასევე არამუნიციპალურ ტერიტორიებზე, სადაც არის მონაწილეობა სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში გაცვლით პროგრამებში. რაც შეეხება პროგრამას ექსკურსიასთან დაკავშირებით, სახელწოდებით გვაქვს ესეთი პროგრამა, გაიცანი საქართველოს, რომლის მასშტაბიც ნელ-ნელა იზრდება ფინანსური მხარი გაზრდის შემთხვევა დროსაც. წელს მაგალითად მაგ პროგრამით ისარგებლად დაახლოებით 100-დან 120 ბენეფიციარმა. და საბოლოოდ, რა რჩევას მისცემდით იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა იწყებენ კარიერას ხელმძღვანელ პოზიციებზე და მთავარი რას ურჩევდით ახალგაზრდებს? ყველას უპირველეს ყოვლისა ვუსურვებდი წარმატებას და რაც შეეხება ახალგაზრდებს, ჯერ უნდა აუცილებლად დაუმეგობრდნენ ისევ წიგს, რათა მათი სამომავლო პოტენციალი იყოს გაზრდილი და განათლებული ახალგაზრდები, მეტი განათლებული ახალგაზრდა ჩვენს აღნიშნავს. ჩვენი შეხვედრა დასასრულს მივახლოვდა. მადლობა მინდა გადავხადო მოწვეულ სტუმარს არჩილ ვაჟანიძეს. მე კი შეგახსენებთ, რომ ქედის სათემო რადიო
პროექტ მისიღმის ფარგლებში დაფინანსებული იქნა DVV International-ის მიერ. მას პარტნიორობას წევს გერმანული სათემო რადიო, რადიო Z. დაგემშვიდობებით, თუმცა მანამდე მინდა გაგიზიაროთ რადიო პიესა, რომელიც სპეციალურად აღნიშნული პროექტისათვის არის შექმნილი. მადლობას გიხდით, რომ ხართ ჩვენი მსმენელი. მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. ეს თეთრი კარავია და ჩვენ დღეს აქ ისევ პრობლემებზე სასაუბროდ შევიკრიბეთ. გადაწყდა, რომ არ გვექნება ერთი კონკრეტული თემა და ვისაც რა აწუხებს იმ საკითხებზე ვისაუბრებთ, რაც ისედაც ბევრის სათქმელია. მე მქვია ნატა და ვარ 43 წლის. ვმუშაობ ერთ-ერთ კერძო კომპანიაში მენეჯერად, სადაც ძალიან ჯანსაღი და სასიამოვნო გარემოა. პროფესიონალებით დაკომპლექტებული არაჩვეულებრივი კოლექტივია და ანაზღაურებაც საკმაოდ კარგი მაქვს. ყოველი შემთხვევისთვის ამ ქვეყნის მდგომარეობიდან გამომდინარე, საწუწუნო ნამდვილად არაფერი მაქვს. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ჩემი ხელფასის ნახევარი, თუ მეტი არა, მიდის ჩემი პენსიონერი დედის წამლებში. დედა ჩემი, რომელმაც მთელი ცხოვრება სკოლის პედაგოგად იმუშავა, მე რომ არ ვყავდე წამლები კი არა, პირდაპირ მნიშვნელობით შიმშილისთვის იქნებოდა განწირული. ჩვენ გაგვიმართლა, როგორც ამბობენ, ხელფასი არასდროს არ არის ბევრი და რა თქმა უნდა, მეც შემეძლო უფრო მეტის უფლება მიმეცა საკუთარი თავისთვის. უფრო მეტ ქვეყანაში მემოგზაურა და უფრო ხშირად მევლო შოპინგებზე. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არ ვწუწუნებ. წუწუნებ კი არა, ყოველდღე მადლობას ვეუბნებ ღმერთს იმისთვის, რაც მაქვს. მაგრამ მიმოიხედეთ გარშემო, რატომ არ დაიმსახურეს ამ ქვეყნის მოხუცებმა ღირსეული სიბერე? ეს კაპიკები, რასაც მათ უხდიან მარტო წამლებში, ერთი კვირა არ ეყოფათ. წამლებში, რომლის ფასებიც ყოველდღიურად მატულობს და მატულობს. ეს არის ჩემი დიდი სატკივარი და დარწმუნებული ვარ ყველა იმ ოჯახის, სადაც პენსიონერები ყავთ. აღარაფერს ვამბობ იმ მარტოხელა პენსიონერებზე, რომელთა ცხოვრებაც უბრალოდ ტანჯვაა და მეტი არაფერი. მეგობრებო, მე მქვია ლუსია და მეც მინდა ჩემი აზრი დავაფიქსირო ერთ საკითხზე. ეს არის ნარკომანია. ეს პრობლემა წლიდან წლამდე კი არ გვარდება, პირიქით მატულობს და მატულობს. და თუ ადრე ამ სცენით უმეტესად მამაკაცები იყვნენ დაავადებულნი, ახლა როგორც ამბობენ, გოგონები ჭარბობენ. კი, ათასნაირი მკურნალობის მეთოდებია ახლა და მთავარია პაციენტმა მოინდომოს და ნარკომანია იკურნებაო. მაგრამ ამით მთავარი პრობლემა არ გვარდება. საიდან მოდის ეს სცენი? რატომ ირჩევს მოზარდი ამ საწამლავს, მაშინ როცა მთელი სამყარო მის წინაა გადაშლილი? სად არის ძაღლის თავი დამარხული? და ვის აწყობს ამდენი მოზარდი ნარკომანი ამ ქვეყანაში? აი აქედან უნდა დაიწყოს პრობლემის მოგვარება და არა უკვე ჩაშვებული ნარკომანის მკურნალობით. მე ერთ-ერთ უმაღლეს სასწავლებელში დამლაგებლად მუშაობ და იმდენი ფაქტი მინახავს თავად, რომ გული გახეთქვაზე მაქვს. რატომ არიან ასეთი დეპრესიულები ეს ახალგაზრდები? სად დავუშვით შეცდომა? იქნებ ჩვენი მშობლების ბრალია ეს ყველაფერი. იმის, რომ ზედმეტი თავისუფლებით და ნაკლები პასუხისმგებლობით გავზარდეთ. ჩემს მეზობლად 2 წლის წინ 16 წლის ანგელოზივით გოგონა გარდაიცვალა. პირველად იყო ღამის კლუბში და ნარკოტიკიც პირველად გასინჯა. მე მგონია, რომ ჩვენ ყველანი დამნაშავეები ვართ მათ წინაშე და გამოსავალიც ერთად უნდა ვეძებოთ. მოგესალმებით. ნელიკო ვარ 41 წლის. გაუთხოვარი. მარტოხელა. მაგრამ არ ვარ უკმაყოფილო საკუთარი ცხოვრებით. ბავშვობიდან სულ რაღაც მაინტერესებდა და სულ ახლის სწავლაში და ძიებაში ვიყავ. პროფესიით არქეოლოგი ვარ. მაგრამ მოგეხსენებათ, ახლა აქ ვის სჭირდება არქეოლოგი. ამიტომაც ჯერ ისევ ჯანზე ვარ და სახლებს ვალაგებ. რასაც ვშოულობ იმ ფულით, საქართველოში ისედაც ყველა კუთხე კუნჭული მქონდა მოვლილი და ახლა ევროპის ქვეყნებშიც ვიმოგზაურე. საბერძნეთში ვიყავი, საფრანგეთში, ავსტრიაში და სულ მალე ესპანეთის კუნძულებსაც მოვინახულებ. ბევრი ჩემი ნაცნობი თუ მეგობარი მეუბნება, ნეტაი შენ, რას დაბოდიალობ, შეაგროვე ეგ ფული, რომ სიბერეში ვინმე მოგხედოსო. მეცინება, ესე იგი გამოდის, რომ მთელი ცხოვრება იმისთვის უნდა ვიცხოვრო და ვიშრომო, რომ სიბერეში მომვლელს გადავუხადო? იმ ქალებსაც უკვირთ, სახლებს ვისაც ვულაგებ, არ არიან ცუდი ადამიანები, მაგრამ რატომღაც გონიათ, რომ მარტო მდიდრებმა უნდა იმოგზაურონ. ახლა ესპანეთიდან რომ დავბრუნდები,
ჩემ სახლს 1 წლით ვაქირავებ და კვიპროსზე მივემგზავრები, სადაც ხატწერა უნდა შევისწავლო. ჩემი ნამუშევრების ფოტოები გავაგზავნე და მოწვევაც მომივიდა. მაგრამ ჯერ არავის ვეუბნები, თორემ იმდენ სიზამენ შეიძლება გადამაფიქრებინონ. მოკლედ რა, მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ქართველი ქალების მთავარი პრობლემა იცით რა არის? ის რომ ქართველ ქალებს არ შეუძლიათ საკუთარ თავს საჩუქრები გაუკეთონ. ამისთვის ფულიც ენანებათ, დროც და ვინმე სხვა ამას თუ ახერხებს, ისიც მაგრად შურთ. ამიტომ არიან უმეტესობა დაბოხმილები და მაგიტომაც ჩამოსტირით ცხვირპირი. გაინძერით ქალებო, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემა არ გაწუხებთ, ფულის შოვნა ყველას შეგიძლიათ და დამერწმუნეთ თქვენს ცხოვრებასაც გაილამაზებთ და სხვასაც გააბედნიერებთ. აი ასეთი რჩევები მინდოდა რომ მომეცა. აბა მომავალ შეხვედრამდე.